თქვენ აირჩიეთ როგორც პარტიის თავმჯდომარე. თქვენი მანდატია. სხვათა შორის მინდა გითხრა და გორი იყო გარკვეულწილად კურიოზი ამ თვალსაზრისითაც. იყო კონკურენცია. და როგორც ორ თქვათ საცხობს შორის კონკურენცია კაია, იმიტომ რომ უკეთესი პული გამოწვევა. ასევე ადამიანებს შორის კონკურენციაც კაია, იმიტომ რომ უკეთესი გაიმართოს. იმას არ ნიშნავს რომ მეორე ცუდია, მაგრამ უკეთესი გაიმართოს. ორ კარტ შორის უკეთესი გაიმართოს. და სწორედ ასეთი ადამიანი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენ გორის რაიონის, იცით რომ გორი გაიყო ქალაქად და რაიონად, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე კახა ტოლიაშვილი. სადა ხარ? მაგარი ისტორია იყო, როდესაც კონკურენცია იყო და წინასწარ მათ შორის მოლოდინი ჰქონდა, აგერ პროცესს ეცინება, რომ მოლოდინი ჰქონდა, რომ სხვა კანდიდატი გაიმარჯვება, სხვა კანდიდატი იყო გალსტუკით მოსული, ჩაცმული, ძალიან პატივსა, მე ძალიან მყავს ეს ადამიანი. ეს ეხლა დღეს არის გალსტუკით ევროპარლამენტში, მანამდე მოსული იყო სლოვენეთი, რა მოტასებით იყო. ხო და აი, ჩატარდა კენჭისყრა და გაიმარჯვა. ამან და დამარცხდა მეორე კანდიდატი. და არის ხო უხერხული სიჩუმე ხო, არავინ არ მოეროდა რომ გაიმარჯვებდა. და როგორც იციან ხოლმე ხა ნუ ხელი ჩავკიდეთ, გადავკოცნეთ, ვინც გაიმარჯვა, გამარჯვებულთან ერთად ვიაროთ და ნუ ეხლა უკურმარილოთ ვიგაგიშვით, ხო? ხო და ეხლა დაფაცურდა ეს. იმიტომ რომ არ ელოდა რა რომ მოიგო. დაფაცურდა და გადაგა მიდა მოდგა მოკლედ დაბრუნილია და ეხლა მიხვდა მეორე კანდიდატი ვინც წააგო გალსტუკის ვინც იყო და ოიცა მე უკვე დაბრუნილი ვარ და გადახდილი ვარ და გაშენია და რამა მაინც ორი ეხლა რაიონი ამბობდა და დამარცხებული გაქცევები იცით რომ ქალაქი გორის ძალკე ერთეულად არის, რასაც მე მივესალმებ სხვათა შორის და რომ ამ მომენტ ახალ მთავრობამ რა გააკეთებდა, აი ეს ქალაქები იგამოს საჩვენო რომ ეგეთ ჩვენი გეგმით იყო. ჩვენს პირველი თბილისის მერია ეჭა პიტამიწეს და ეხლა ჩვენ გეკავშირებოდა ეხლა რომ ყველა არჩეულიყო. ამიტომ გორის მერობის კანდიდატი და მოუხმო არჩილ საბიაშვილი. ადამიანი რომელიც გორის მერიაში და გამგეობაში მუშაობდა კეთილმოწყობის მიმართულებით და აქვს ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება, აი როგორ ესე ჩუმა უდრტვინველა ხმაურის გარეშე ემსახურო შენ ქალაქს და გორს კეთილმოწყობა ეტყობა და კიდევ უფრო მეტი ჭირდება და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში არჩილე ამას იზამს. ქალაქ გორში სიის პირველი ნომერი იქნება მინდია გოდერძიშვილი. ხოლო რაიონში სიის პირველი ნომერი იქნება ობად ლაკაშვილი. ეხლა ხაბას საყურადღებოდ მინდა ვქარო გორი რო იძახი აქ შიდა ქართლია შეკრებილი და ამიტომ მინდა ჩვენი სხვა რაიონების კანდიდატების დავასახელო. ქარელში გამგებლობისთვის იბრძოლებს ალთამდილ ივანიძე, ხოლო ქარელის სიის პირველი ნომერი იქნება ილია მურჯანაძე. გადავიდეთ ხაშურს. ხაშურის რაიონის გამგებლობის კანდიდატი იქნება გიორგი მახატაძე. ხოლო ხაშურის სიის პირველი ნომერი იქნება როი მახაროვიძე. ეს კაცი თუ იბრძოდა, ჩვენ დროსაც იბრძოდა, ეხლაც იბრძოდა, მანამდეც იბრძოდა და აწიც იბრძოლებს, იბრძოლა დაბედებულია ბრძოლა. კასპი გამგებლობის კანდიდატი იქნება ნუგზა დონიაშვილი. კასპის
ემოციის პირველი დონორი იქნება მიხეილ ბექავა. ხო, ეს სიცხვილე უნდა ჩამოუშვათ. ადამი იქნება სადაც საჭიროა იქ. ჩვენი იქნება ხილსეული ორთაბრძოლა, იმიტომ რომ ჩვენ ხილსეული ორთაბრძოლისთვის ვართ გზა. კვერცხების როლისთვისაც მივიღოთ ეს გამოწვევა, მაგრამ ეს კვერცხი მათაზავანებს მე მგონი მივწვნე და გაჩერდეთ. მინდა წარმატებები გისურვოთ მეგობრებო. დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ აქ კამპანიას გახსნით. ვიარო კარდაკარ ნუ მოგვერიდება ურაფრის, იმიტომ რომ ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა, ჩვენს გულში წმენა და ჩვენს თავში გამარჯვების იმედია. აი ეს ყველაფერი რაც თავში არის. და აი საქართველოს პრეზიდენტმა უზრუნველყოფს. მადლობა.